სიღნაღის 2026 წლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით განსხვავებული იქნება. მუნიციპალიტეტის მერის მალხაზ ბეგიაშვილის ინფორმაციით, სიახლეა ახალშობილთა ოჯახებისთვის, რომლებიც მომავალი წლიდან 200-იანის ნაცვლად 1000 ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდებიან. გარდა ამისა, კვლავ პრიორიტეტული რჩება მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი საკითხების მოგვარება. წელს ახალშობილებზე გავზარდეთ დაფინანსება და 1000 ლარი გახდა. 2021 წელს იყო 200 ლარი, ეხლა უკვე არის 1000 ლარი და ეს ზრდა ვფიქრობთ, რომ არ შევაჩეროთ შემდეგ წლებშიც და მიგვაჩნია ჩვენ, რომ ასეთი მიდგომით რაღაცა დემოგრაფიულ მდგომარეობასაც, ასე ვთქვათ, ფარავთ და ხელს უწყობთ. და ასევე ჩვენ სიახლეებიც გვაქვს იმ მიმართულებით, რომ ვეტერანების ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები, ვინც ყავს, მათი დაფინანსებაც იყო 100 ლარი და მომავალ წელს იქნება 500 ლარი. ამით გვინდა, რომ ჩვენ რაღაცნაირად ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ იმ ადამიანებისადმი, ვინც სამშობლოსათვის ერთგულება საქმით დაამტკიცა საბრძოლო მოქმედებების დროს. ასევე გვაქვს საჭიროებების მქონე ოჯახებისთვის და კონკრეტულად მრავალშვილიანი მარჩენადაკარგული და მარტოხელადედებისთვის საჭიროებების საყოფაცხოვრებო ტექნიკით დახმარების პროგრამა, ეს ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ, წელსაც აქტიურად ხორციელდება და წელს შეეხება 45,000-დან 65,000-ის ფულის მქონე ოჯახებს, ოღონდ არა ყველას, არამედ ვისაც აქვს ეს საჭიროება, რომ მერია დაეხმაროს საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ასევე არის თვითონ სამედიცინო დახმარების მუხლიც გაიზარდა და ყველა მიმართულებით რა პროგრამებით ჩვენ გქონდა და რა პროგრამებითაც მუშაობდით, ამ მიმართულებითაც ზოგამცირე, ზოგადად თამბეჭდავის ზრდა არსებობს. რაც შეეხება სპორტს, ახალგაზრდობას, ჯანსაღი ცხოვრებისთვის, აქაც გვაქვს მატება დაახლოებით 200,000 ლარის მოცულობით, ვიდრე 2025 წელს ჰქონდა დაფინანსება. მოგეხსენებათ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურას ჩვენ ვავითარებთ და შესაბამისად აქტივობებით ამ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მოზარდებში, ბავშვებში სპორტული აქტივობებიც იზრდება და შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებითაც ბიუჯეტიც უნდა, ასე ვთქვათ, ეწეოდეს ამ მოთხოვნებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც როგორც წეგან მოგახსენეთ, ისე რჩება ეს პრიორიტეტები, შიდა სასოფლო გზები, მათი კეთილმოწყობა და მოსასვენებელი რეკრეაციული სპორტული ინფრასტრუქტურაც. მომავალ წელს ჩვენ გეგმავთ, რომ კულტურული მიმართულებითაც ცოტა ვიაქტიუროთ უფრო მეტად და შეიძლება ეს მულტიფუნქციური ცენტრების შენებლობის საკითხებსაც ვიხილავთ და ბიუჯეტი რაღაც მცირეოდენ შესაძლებლობას აქაც გვაძლევს, ნახოთ როგორ განვითარდება შემდეგი პერიოდი. სკოლამდელი საავსდებელ დაწესებულებების და საბავშვო ბაღების მხედველობაში ამ მიმართულებითაც მცირედი ზრდა არის. ზოგადად შრომის ანაზღაურების მუხლი რო ავიღოთ, აქაც გვაქვს და მოგეხსენებათ ყოველ წელსაც ისე რაც ტრადიციად იქცა ხელფასების მატება ერის სტრუქტურებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი, იმიტომ რომ საჯარო სექტორშიც საჯარო სექტორი თუ არ მიხვა კერძო სექტორს შრომის ანაზღაურების კუთხით, რა თქმა უნდა, რომ კვალიფიციური კადრის გადინება იქნება და ეს სიმპტომები, ასე ვთქვათ, შეინიშნებოდა კიდეც და იმედია, რომ საჯარო სექტორი შეინარჩუნებს ამ კუთხით კვალიფიციურ კადრებს.